როგორია ქოცი ჩინოვნიკის მორალი. შეუძლია მარტოხელა დედას, რომელიც შვილებისთვის საკვების ფულს თხოვს, უთხრას, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის. მაგრამ აღმოაჩენ მეორე დღეს, რომ 350.000 ლარამდე შესყიდვა განახორციელეს. კი, ოზურგეთში მოხდა ასე. გშიათ, გწყურიათ, სამსახური არ გაქვთ, გზა არ არის, წყალი არ არის, მაგრამ არ ინერვიულოთ, სამაგიეროდ ოზურგეთის მერმა 6 ახალი 2025 წლიანი მანქანა იყიდა. გუბერნიაც არ ჩამორჩა, ფორჯუმელიძე ახლა კუნჭულიებს რატო ჩამორჩებოდა და 2 იმათმა იყიდეს. ხო და გარდა ამისა, ეს კადრებიც ოზურგეთის არის ბატონო პატა, თუ ბატონო აჩიკო, სულ მოვიწყდება ეს მერის სახელი. ხო და აქ ადამიანებს კი შიას წყურია და სანაგვიდან ამოღებული საკვებით იკვებებიან და ამ დროს თქვენ ამ ხალხის ბიუჯეტით სვამთ, ჭამთ, გულაობთ მოკლედ და არ გახსოვთ, რომ აქ ადამიანები ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობენ. სხვადასხვა 800 ლარი ფორტესთვის გადაუხდიათ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებისთვის ემღერა. მერე ამათვის 2400 ლარის ყვავილები დაურიგებიათ, 1600 ლარის უჭამიათ, ხო და ესე, აბა ხალხი ვის უნდა ადარდებდეს. ასე არის, როცა დინარაძე გინიშნავს მერს და შვილი კიდე ადმინისტრაციის უფროსად ყავთ მოწყობილი, თქვენ არავის ადარდებთ. არ დამავიწყდება, სულ აღვნიშნავ ამას.